გამარჯობა. გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა ჯანდაცვის რეფორმები. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების პროექტები ხელს უწყობს საშუალო განათლების რეფორმას, აკონტროლებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას, აუმჯობესებს ჯანდაცვის მომსახურებას, დახმარებას უწევს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას, აფართოებს და აუმჯობესებს რეპროდუქციული ჯანდაცვის სამსახურს. ასევე აუმჯობესებს გარემოსა და მდგომარეობას დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. ეს საქმიანობა გააუმჯობესებს დაუცველი ჯგუფებისთვის გაწეულ სოციალურ მომსახურებას, რაც მოიცავს ეთნიკურ უმცირესობებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ეს პროგრამა მიმართულია დაუცველი ჯგუფებისთვის სოციალურ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას უკავშირდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევა, შედეგები, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა ასპექტები, ფინანსური, გეოგრაფიული, ინფორმაციული, როგორ ფუნქციონირებს სადაზღვეო კომპანიები. არქიმედეს გლობალი კომპანიის არსებობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2010 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქებში წნორსა და ლაგოდეხში 25 და 20 საწოლზე გათვალისწინებული საავადმყოფოების მშენებლობა. ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს დღეს ექიმის საათი, შეგიძლიათ დაარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35 და ასევე მიიღეთ მონაწილეობა ინტერაქტივში და უპასუხეთ შეკითხვას. ხართ თუ არა კმაყოფილი ჯანდაცვის რეფორმებით? თუ კმაყოფილები ხართ და თვალს ადევნებთ 253 43 01, ხოლო თუ არ ხართ კმაყოფილი 253 43 02. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, არქიმედეს გლობალ ჯორჯია ჯგუფის პრეზიდენტი ნიკა რამიშვილი. გამარჯობათ ნიკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ვიწყებთ საჭირბოროტო კითხვით. ხალხში მუსირებს აზრი, რომ აი ამ რეფორმების ფარგლებში ჩატარებულ ახალი მშენებლობები თუ კი რამე არის კლინიკების და საავადმყოფოების, იქ საკმაოდ მომატებული ფასებია. რამდენად რეალურია ეს აზრი? თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველი ტალღა ახალი ჰოსპიტალების გახსნის დაიწყო რეალურად 2 დეკემბერს. მე შემიძლია გითხრათ, ჩემი კლინიკის მაგალითზე 2 დეკემბრიდან იქ ფასები არ შეცვლილა, არის ის ფასები, რაც აქამდე არსებობდა ძველ საავადმყოფოში, რომელიც პრაქტიკულად იყო დანგრევის პირას, იყო გაუსაზრისი პირობები. შეიცვალა ის, რომ არის აბსოლუტურად ახალი საავადმყოფო, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, ძალიან კარგი და კვალიფიციური ექიმებით. ეს არის ქალაქ ლაგოდეხის საავადმყოფო, სადაც პრინციპში ყველასფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა, ზოგ მომსახურებაზე გაებთა კიდევაც. აი დაბალი იგივე შემოსავლის, თუნდაც საშუალო შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია იგივე იმ კლინიკაში მკურნალობა? თქვენ ხართ საქმის კურსში, რომ დაახლოებით მილიონამდე სიღარიბის გვარცხმოთყოფ მოსახლეობას ազღობს სახელმწიფო, აქედან გამომდინარე მათთვის ეს მომსახურება უფასოა, ისინი არაფერს არ იხდიან ამაში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა, რომლებიც არ არის დაზღვეული ან არ სარგებლობს რომელიმე სამედიცინო სადაზღვეო კომპანიის მომსახურებით, მათ შეუძლიათ მიბრძადნენ ამ საავადმყოფოში და მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება იგივე ფასად, რა ფასებიც მანდ იყო ჰოსპიტალის გახსნამდე. და საინტერესოა, რა მოცულობის ფინანსების მოზიდვა დაჭდა და საჭირო გახდა სწორედ ამ ახალი კლინიკების ასაშენებლად? ხო, მე დავაკონკრეტებ, რომ გარდა ლაგოდეხისა და წნურისა ჩვენი კომპანია აშენებს აგრეთვე საავადმყოფოს სენაკის რაიონში, სულ 3 საავადმყოფოს. მთლიანი საწოლების რაოდენობა იქნება 80-90 საწოლი, 3-ვე საავადმყოფოსი. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ჩვენ კომპანიას დაჭდა დაახლოებით 7 მილიონი დოლარის მოზიდვა. თანხებს რადგან შევეხეთ, ისევე მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა სადაზღვეო კომპანიების მიერ, რასაც ესე ვამბობთ და ამბობთ, სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში სიმართლე სხვაგვარია, რეალურად სადაზღვო ინდუსტრიამ, ჩემი ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში მოიძია დაახლოებით 200,000 დოლარამდე ინვესტიცია, მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რომელიც განახორციელა ჰოსპიტალურ სექტორში. ეს თანხები არ არის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხები, იმიტომ რომ აქ მოხდა პრინციპში ორი ფენომენის არევა, ერთი რომ სახელმწიფომ დააზღვია უმწეობი და მათ მომსახურებაში იხდის თანხას, ხოლო სადაზღვო კომპანია აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახსრებით აშენებს საავადმყოფოებს. ის თანხები, რომელიც სახელმწიფომ გადაიხადა ამ სოციალურად დაუცველი პირების დაზღვევისთვის, ხმარდება ისევ სოციალურად დაუცველ პირებს, მათ სამედიცინო მომსახურებას და არანაირი კავშირი არ არის რეინვესტიციისა მისი ჰოსპიტალურ სექტორში.
მაშინ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს იგივე თქვენი კომპანიისთვის, თუნდაც აი ქალაქ ლაგოდეხში 25 საწოლიანი, ეს არ არის რაღაცა ძალიან დიდი საავადმყოფო, თუმცა ბოლო მონაცემებით ძალიან ისეთი სტანდარტული და ყველანაირად საბამება ბოლო იმას მოთხოვნილებებს, მაგრამ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს თქვენი კომპანიისთვის 25 საწოლიანი კლინიკა? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომგებიანობაზე, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ უნდა გათვლილი გქონდეს ჰოსპიტალის თვითონ ფუნქციონირების პერიოდზე. არ შეიძლება ჰოსპიტალი ავაშენოთ და პირველივე წელს გქონდეს იმედი, რომ ის იქნება მომგებიანი. თავისთავად ცხადია, ის თანხები, რომელიც ინვესტირებული არის ჰოსპიტალის მშენებლობაში, არის გათვლილი დაახლოებით 15-20 წელიწადზე, უნდა იყოს ამოღებული და შემდგომ უკვე უნდა იყოს მომგებიანი. დღეს ამაზე გადალასაუბარ, რამდენად მომგებიანია, საკმაოდ მიჭირს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი თვეას ჰოსპიტალი ფუნქციონირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჰოსპიტალი არის სავსე, აბსოლუტურად, ძალიან მაღალია მიმართვიანობის ხარისხი. დაახლოებით 220-დან 250-მდე ამბულატორიულ პაციენტს ატარებს დღეში, დაახლოებით 15-დან 20 საწოლ ადგილი არის დაკავებული ყოველდღიურად. ალბათ ეს თავდაპირველი ეფექტი გამოწვეულია იმით, რომ ჰოსპიტალი ახალია და მაინც თავის მიმზიდველობა აქვს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ იმ ექიმების პროფესიონალიზმი, რომლებიც იქ მუშაობენ, დაიჭერს იმ ხარისხს და მოსახლეობა იქნება კმაყოფილი და მიმართვიანობა ყოველთვის იქნება. პროფილი კლინიკის სხვადასხვა პროფილია არა, ჩვენი ჰოსპიტალი, სამივე ჰოსპიტალი ახორციელებს როგორც ამბულატორიულ ჰოსპიტალურ, ასევე პრეჰოსპიტალურ მომსახურებებს, ნებისმიერი სახის მომსახურებებს. თავისთავად ცხადია, რომ ესეთ პატარა კლინიკაში არ ჩატარდება მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, მაგრამ დანარჩენი ნებისმიერი სახის ოპერაცია თავისთავად ცხადია იქნება გაწეული ამ კლინიკაში. და კიდევ ერთი ისევე აი ხალხში გავრცელებული აზრი ბატონიკა, რომ ძალიან საკმაოდ დიდი რაოდენობით მქონე საწოლი საავადმყოფოები დაინგრა და იმის ადგილზე შენდება მხოლოდ 25-20 ზოგან არის 70 რამდენადაც ვიცი საწოლიანი. ამ შემთხვევაში რა ხდება? ვიცი იგივე ლაგოდეხში იყო საკმაოდ დიდი კი, ლაგოდეხში იყო დაახლოებით 5 ჰექტარზე გადაჭიმული საავადმყოფო, რომელიც კომუნისტების დროს იყო აშენებული. შეიძლება კომუნისტური დაგეგმარების დროს იგი იყო სავსე, იმიტომ რომ ცენტრალიზებულად ხდებოდა რეალურად გადანაწილება იგივე პაციენტების. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არ არის არანაირი საჭიროება იმის, რომ ქალაქ ლაგოდეხში არსებობდეს 500 საწოლიანი საავადმყოფო. ეს პრაქტიკულად თანხის და ექიმის რესურსების გაცდენაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე, ვიცოდეთ, რომ ექიმს უნდა გქონდეს აუცილებლად დატვირთვა, მას უნდა ყავდეს პაციენტი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია ნელ-ნელა დაგერგებს. აქედან გამომდინარე, ის გათვლები, რომლებიც აქ ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს გაკეთებოდა, რის საფუძველზეც არის გადანაწილება თუ რომელ რაიონში რა რაოდენობის საწოლო ადგილები უნდა იყოს, რეალურად შეესაბამება დღეს საქართველოში არსებულ მოთხოვნებს და არა პოსტსაბჭოთა სივრცეში მთლიანად არსებულ მოთხოვნებს. ანუ თქვენ წინასწარ სწავლობთ ადგილზე? ეს რეალურად ბაზარს ესე რომ თავისთავად ცხადია, ჯერ ეს ეს ყველაფერი ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად, როდესაც მან გამოიტანა საავადმყოფოების საწოლი ადგილები რომელ რაიონში რამდენი უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვსწავლობთ, მაგრამ ყველაზე კარგი მასწავლებელი ალბათ ისევ სტატისტიკა და პრაქტიკაა, იმის და მიხედვით თუ როგორ განვითარდება ამ ჰოსპიტალების ფუნქციონირება. ესა თუ ის ინვესტორი ყოველ შემთხვევაში ჩვენი კომპანია, თუ იქნება საკმარისი დატვირთვა და იქნება მოთხოვნა მეძებს, მზად არის უფრო გააზარდოს საწოლი ადგილების რაოდენობა და ააშენოს ან განავითაროს იქ ჰოსპიტალი. და შევეხეთ აუცილებლად უნდა შევეხოთ მედპერსონალის პროფესიონალიზმს, რა ტრენინგებს გადიან, რა კრიტერიუმებით არჩევთ აი ამ ახალ საავადმყოფოებში, თუ ისევე ძველი კადრები გვყავს გამოყენებული. ხო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ მეტია ექიმების რაოდენობა, ვიდრე დღეს საქართველოს სჭირდება, საკმაოდ გაგვიჭირდა კვალიფიციური მედპერსონალის მოძებნა. მე მინდა გითხრათ, რომ მთლიანად ჩვენმა საექცნო პერსონალმა გაიარა გადამზადების კურსები და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავნერგოთ უფრო ევროპული სტანდარტის მომსახურება, სადაც ექიმს არ გააჩნია კონკრეტულად თავისი კაბინეტი და პაციენტი არ მოძრაობს კაბინეტებში, ანუ პირიქით პაციენტი შედის კაბინეტში და მასთან შედიან ექიმები, რაც თავისთავად ცხადია, რომ ეფექტიანობას ზრდის სამედიცინო დაწესებულების, თავისთავად ცხადია, რომ აღარ არის ის პრეცედენტი, როდესაც ექიმი და პაციენტი იჯდნენ და საათობით განყენებულ საკითხებზე საუბრობდნენ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვთვლით, რომ ექიმი რაც მეტ პაციენტს გაატარებს, მისი კვალიფიკაციაც გაიზრდება, პაციენტის დროც შეინახება და ჰოსპიტალისთვისაც უხრად მომგებიანი იქნება. გეთანხმებით. სტანდარტები მაინტერესებს, საერთაშორისო სტანდარტები. თქვენი კლინიკა თუნდაც ლაგოდეხის, რამდენად შეესაბამება თავისი აპარატურით?
ჩვენი კლინიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გაიხსნა 2 დეკემბერს ამ ახალ კლინიკებს შორის. რეალურად იყო ჩამოსული ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც შეამოწმა და მისცა ლიცენზია ჩვენს კლინიკას ფუნქციონირებაზე. ეხლა პრინციპში მე არა ვარ პროფესიონალი იმ საკითხზე, რომ გესაუბროთ რა სტანდარტების არის ჩვენი კლინიკა, მაგრამ რეალურად ნებისმიერი აპარატურა, ნებისმიერი თუნდაც საძოვლი, რომელიც იმ კლინიკაშია, არის აბსოლუტურად ახალი, არის კონკრეტულად ამ კლინიკისთვის შეძენილი. იმ პერსონალმა, ის პერსონალი, რომელიც მუშაობს იგივე რენტგენთან, კარდიოგრაფთან, ან ნებისმიერ სხვა უფრო ახალი მოდელის აპარატურასთან, ვიდრე ეს აქამდე იყო გაიარეს გადამზადებები, იყო ჩამოსული იმ კომპანიის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, ვისგანაც ჩვენ ეს აპარატურა შევიძინეთ, მათ ჩაუტარეს ტრეინინგი და ჯერჯერობით პრინციპში ექსესების გარეშე მიმდინარეობს მუშაობა. ანუ ფაქტიურად სახელმწიფოდან აი ამ რეფორმების ფარგლებში ჩამოდიან რაიონებში და მონიტორინგი ტარდება, რომ ჩაიბარონ ეს ავადმყოფო. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ სამავადმყოფო არ არის ეს ცალკე მდგომი რაღაცა საცხოვრებელი სახლი, სამავადმყოფოს დაგეგმარებიდან დაწყებული, იქ პერსონალი დამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეესაბამოს იმ სტანდარტებს, რომელსაც სამინისტრო ითხოვს. გარდა ამისა, პრინციპში რეალურად ამ რეფორმამ განაპირობა ისიც, რომ იმ გადამზადებულ მედპერსონალს იგივე ექთნებს გაუორმაგდათ ფაქტიურად ხელფასები. ეხლა როდესაც მათ ჰქონდათ 70 და 80 ლარი, დღეს არის საუბარი უკვე 200 ლარზე გამოსაცდელ პერიოდზე და გამოსაცდელი პერიოდის მერე თავისთავად ცხადია, ეს თანხები კიდე გაიზრდება. აქედან გამომდინარე, კი შეიძლება რაოდენობა შემცირდეს ექიმების, თავისთავად ცხადია, რომ 5 ჰექტარზე გადაჭიმულ სამავადმყოფოში ბევრად მეტი იყო, ვიდრე ცოტა მომცრო სამავადმყოფოს დაჭირდება, თუმცა ხელფასების თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტი იქნება კმაყოფილება და რაც თავია ხარისხი მომსახურების ბევრად უფრო მაღალი. რაც საბოლოო ჯამში აწყობს რაც თავისთავად ცხადია, რომ საბოლოო ჯამში არის იგივე მომხმარებელზე და სიღარიბის ზღვარსკომყოფ მოსახლეობაზე გათვლილი და მათ კმაყოფილებაზე. გასაგებია. მოდით ახლა გადავიდეთ სადაზღვეო პოლისზე. თქვენი კომპანია Archimedes Global სადაზღვეო ასაკობრივი შეზღუდვების სხვა სადაზღვეო კომპანიებს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აქვს სადაზღვეო ასაკობრივი შეზღუდვები. თქვენს კომპანიაში რა ხდება? პრინციპში ჩვენი კომპანია ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2008 წელს მოხსნა ასაკობრივი ზღვარი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩემმა კოლეგებმა სხვა სადაზღვეო კომპანიებმაც უკვე ნელ-ნელა გააუქმეს ეს ასაკობრივი ზღვარი. განსხვავება ელემენტარული მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ინდივიდუალური დაზღვევის შემთხვევაში ცოტა ხანდაზმულ ადამიანს ჰქონდეს ტარიფი ცოტა უფრო განსხვავებული, ვიდრე ახალგაზრდას ცოტა უფრო მაღალი. და ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან, რამდენად გამარტივებულია მათთვის იგივე სადაზღვეო მომსახურება. ის პროდუქტი, რომელიც პრინციპში სახელმწიფომ შეიძინა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის, ფაროს ნებისმიერ ადამიანისთვის საჭირო მომსახურებას. აქედან გამომდინარე, თვითონ პროდუქტის პირობებიდან გამომდინარე, ამ ადამიანს არ უწევს თანაგადახდა ან თავისი თანხის გადახდა ნებისმიერ. ანუ არ იხდის თვითონ თანხას? თვითონ არაფერში თანხას არ იხდის და პრინციპში კატეგორიულად აკრძალულია, რომ ნებისმიერმა სამედიცინო დაწესებულებამ ამ მოსახლეობას გამოართვას თანხა. მისთვის უბრალოდ საკმარისია, რომ განახორციელოს ზარი სადაზღვეო კომპანიაში და შემდგომ ის მიიღებს უკვე თავისთვის სასურველ სამედიცინო მომსახურებას. თქვენი კომპანია ითვალისწინებს